შეუქმნია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი თბილისის მე-7 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. კინოფესტივალი ამირანის 3-დან 7 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 5-დღიან ღონისძიებას ორგანიზებას ტრადიციულად დამფუძნებელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გაუწევს. წელს სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამისთვის 36 ქვეყნის 61 სტუდენტური ნამუშევარი შეირჩა. ფესტივალის ფარგლებში იქნება ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი მსოფლიოს 36 ქვეყნიდან, იქნება მასტერკლასები, ვორქშოპები და ერთ-ერთი საღამო დაეთმობა თბილისის სამხატვრო აკადემიის პროექტს. ეს ფესტივალი არ არის პირველი წელი, როდესაც სტარტდება, მაგრამ ამ ასეთი მასშტაბით არ ყოფილა 200 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი გადმოიგზავნა და შეირჩა, რა თქმა უნდა, აქედან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისთვის, ვინც კინოს ემსახურება, ძალიან ბევრ შანსს აძლევს აღნიშნული ფესტივალი მომავალი განვითარებისათვის, კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის და მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნების ინტერესი მეტია ამ ფესტივალის მიმართ.